ქედაში სოფელ ქოსოფელსა და ქობულეთში სოფელ ჩაქვისთავში ორ ობიექტ ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ნაკაშიძეებისა და გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნაკაშიძეების სახლი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო გორჯელაძეების სახლი 1890-1910 წლებით თარიღდება და ტრადიციული ქართული ხალხური არქიტექტურის საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს. ორივე ობიექტი არის საცხოვრებელი ნაგებობა და ძალიან საინტერესო არქიტექტურული ელემენტებით არის წარმოდგენილი, ასევე გეგმარება ძალიან საინტერესო. ორივე საცხოვრებელში წარმოადგენილი არის ლაზური კულტურისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები, რაც ნათელ ხდის იმ გარემოებას, რომ ამ ტერიტორიებზე ქართული ხალხური არქიტექტურაში ერთმანეთს შეერწყა როგორც ლაზერულ ტრადიციულ კულტურისათვის და ხითხურობისათვის დამახასიათებელი ელემენტები, ასევე გურიისა და აჭარისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები.